მინდა დასაწყისში ისევ სამძიმარი გამოვთქვა მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს მე ვფიქრობ ამ დღეებში რა შეფასებებიც ისმის და ვცდილობ რომ მეტნაკლებად მივადევნო თვალი კრიტიკოსებსაც მასზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებსაც და მე როგორც თქვენ აღნიშნეთ მათ რიგში ვარ ვისაც არ გუნა ბედმა მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე ხშირად ისმოდა შეფასება ეპოქალური ეპოქა დამთავრდა და ეს ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამება მის მოვაწეობას ამ ტახტზე, რადგანაც საქართველოს ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილ მოღწეულ ცნობებში ამხელა დრო პატრიარქობისა არ ქონია არც ერთ მსოფლიო მასშტაბზეც არის საუბარი. ხო, როგორც წავიკითხე რაღაცა მთელი რიგი ინფორმაციები მსოფლიო მასშტაბითაც და გამოხმაურებებით შესაბამისად არის ასეთი მას ჰქონდა როგორც ქრისტიანს საჭეთმყრობელს მართლმადიდებელი ეკლესიისას დიდი პერსონალური მომხიბვლელობაც გარდა იმისა რომ მან აი ამ საბჭოთა პერიოდში რაღაცნაირად მოახერხა რომ გამოკვეთა ძლიერად საქართველოს ეკლესია ჩვენთვის ეს იყო ეროვნული გამოღვიძების ხანა და ეროვნული და რელიგიური გამოღვიძება რაღაცნაირად ძალიან იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული და მე ამ დღეების განმავლობაში ვიხსენებდი რომ სიონის ტაძარი მაშინ ბევრი ტაძარი არ მოქმედებდა და სიონის ტაძარი იყო ის ადგილი სადაც ეროვნული გამოღვიძების ამბავიც იბადებოდა რელიგიურ გამოღვიძებასთან ერთად იქვე იყო საპატრიარქოს პატარა შენობა სადაც ცხოვრობდა პატრიარქი და იქ იკრიბებოდა ყველა ადამიანი ვისაც რაღაც სიახლე უნდოდა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში და რა თქმა უნდა ეს იყო დიდი მეთვალყურეობის ადგილი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა იყო განსაკუთრებული დღესასწაულები თავისთავად, მაგრამ დღესასწაულებს მიღმა მაგალითად იყო პატრიარქის ინიციატივით ერის პარაკლისები ორშაბათობით და ეს ორშაბათი დღე იყო რაღაცნაირად მართლა დიდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და ჩვენ ახალგაზრდებმა ამ მეზოში გავიცანით უდიდესი უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ეროვნული მოძრაობის ავანგარდს, დისიდენტური მოძრაობის ავანგარდს წარმოადგენდნენ საქართველოში, დაწყებული მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიათი, ირაკლი წერეთელი თუ თამრიკო ჩხეიძე, თუ ის ადამიანები, რომლებიც ტიქაროსნები იყვნენ, ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც პატრიარქთან ძალიან ახლოს იყო და მუშაობდა მასთან ერთად, გია ჭანტურია, რომელიც იყო სტიქაროსანი და ხო გეუბნებით, აი რაღაცნაირი ისეთი კერა იყო. მათ შორის დიალოგის ინფორმაციის გასვლის. რა თქმა უნდა, ინფორმაციის მაშინ ხო ჩვენ სხვა წყაროები დიდად არ გქონდა და რამე ლიტერატურა იყო, თუ რამე ინფორმაცია იყო, თუ რამე ახალი ამბავი იყო ამის თაობაზე, იქ ხდებოდა საუბარი, ლაპარაკი. სტუდენტობის პერიოდში დაიწყო ჩემთვისაც სწორედ ეს ამბავი და ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო, ცხადია თავისთავად, მაგრამ ცხადი იყო ის რომ არ ყოფილიყო პატრიარქის განწყობა და ეს რომ არ ყოფილიყო პატრიარქის სურვილი, თავად ასეთი რამ არ მოხდებოდა. მან თავად შემოიკრიბა, შეიძლება ითქვას, თავის გარშემო აი ასეთი განწყობის ხალხი და ამიტომ მიგვიწევდა ყოველთვის გული სიონისკენ და გუშინ მე როდესაც გავიგე რომ პატრიარქის დაკრძალვა მოხდება სიონის ტაძარში, ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი იყო და თუ შეიძლება სიხარული მოგვაროს რამე ადამიანს ამ დროს ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმთავითვე ჩემთვის პატრიარქის პერსონალურობა, პატრიარქის პატრიარქობა, დიდი პატრიარქობა დაუკავშირდა სწორედ სიონის ტაძარს, სიონის აი ამ ეზოს და მე ვფიქრობ პატრიარქთა ძვალთშესალაგიც იქ არის და ისიც ამ დიდი პატრიარქების რიგში აღმოჩნდება და მუდმივ
სამყოფელს დაიდებს სიონის ტაძარში. როდესაც რელიგიურ გამოღვიძებაზე ლაპარაკობთ, იცით ეს არ იყო მხოლოდ ვთქვათ ახალი სასულიერო პირების გაჩენა და მართლაც იმ პერიოდში ვინც ჩნდებოდნენ სასულიერო პირები, ისინი ძალიან დიდ ინტერესს იწვევდნენ საზოგადოების მხრიდან, მაგალითად ასეთი მეუფე დანიელი იქნებოდა, რომელიც სულ სხვა სფეროდან მოვიდა და მაშინდელი ახალგაზრდებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა გახდათ. ბევრი ჩვენი თანატოლი, რომელიც იწყებდა ეკლესიისკენ ნაბიჯების გადადგმას, მაგალითად ჩემი მეგობარი დედა მარიამი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან წამოსული იყო და დღეს გიორგი მთაწმინდელის მონასტრის წინამძღვარია და ძეგვის თავშესაფრის მეურვე. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ მე და ჩემი მეგობრების ჯგუფმა ბიბლიის ახალ ქართულ თარგმანებაში და მაშინ ჯერ მხოლოდ ძველი ქართული ბიბლია იყო, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია ეს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის ტექსტი მნიშვნელოვანი იყო, რომ გასაგები ყოფილიყო, რაც ღვთისმსახურებაზე ითქმებოდა თუ ადამიანები უნდა რელიგიური თვალსაზრისით გასცნობოდნენ ამას და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ყავდა პატრიარქს შემოკრებილი მეცნიერებიდან, რომლებიც ბერძნული მიმართულებით თუ ებრაული თუ სლავური მიმართულებით, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ ბიბლიის ახალ ქართულ ტექსტზე და ჩვენ უცნაურად ძალიან ახალგაზრდებს, პატარებს ამბიციური სურვილი და განზრახვა აღმოგვაჩნდა, რომ ჩვენც მოგვინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და მაშინ ჯერ არ ვიყავით შეხვედრილი პატრიარქთან, არ გქონდა პირადი ნაცნობობა და მოვითხოვეთ შეხვედრა მასთან და უპრობლემოდ აბსოლუტურად შეგვახვედრეს და ჩვენ უთხარით, რომ ჩვენ გვინდა თარგმანებაში მონაწილეობის მიღება და როგორ მიგიღოთ? ღია იყო? ხო, ძალიან ღია იყო ეს და ძალიან სასაცილო იყო ის, რომ ჩვენ ესე ხელის ჩამორთმევით მივესალმეთ პატრიარქს ამაყად და ამაყად განუცხადეთ ეს ჩვენი სურვილი, რომ გვინდოდა მონაწილეობის მიღება და ის გვეკითხებოდა, თქვენო ებრაული იცითო და ჩვენ ვთქვათ, რომ არ ვიცით ებრაული. ბერძნულიო, ძველი ბერძნულიო და არა ძველ ბერძნულს მაშინ ვსწავლობდით, ჯერ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით და აბა ძველი სლავურიო და არა, ჩვენ ვთქვათ, აბა რა იცითო და ჩვენ ვთქვათ, რომ ვიცით ძველი ქართული და ძალიან გულიანად იცინოდა პატრიარქი, მაგრამ ჩვენთვის ის კი არ უთქვამს, რომ არა თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. დაგვსხა მართლაც აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ხალხთან ერთად და გითხრა, რომ აი დაესწარით, მოусმინეთ და ამ ეტაპზე იქნებ კორექტურად დაიწყოთ თქვენო და ჩვენ მართლაც მერე უდიდესი ნაწილი ამ კორექტირებისა გავაკეთეთ, ფილოლოგები ვიყავით და ეს მართლაც შეგვეძლო კარგად და ეს იყო აი ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, შესაძლებლობა და რაღაცა ეპოქალური ამბავი ასევე ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველად თანამედროვე ქართულად ამეტყველებული ბიბლია ჩვენი თანამონაწილეობითაც შეიქმნა და პატრიარქმა არავითარი ზღუდე არ გააჩინა ჩვენთვის, რომ ეს ღიაობა და მიმღებლობა გაგრძელდა მომდევნო წლებშიც, მათ შორის ჩვენ ვხედავდით, როგორი მოწიწებით ეპყრობოდნენ მას იგივე სხვადასხვა კონფესიები, ეკლესიების წარმომადგენლები. ამის მომსწრეც ვარ, მე უკვე მთელი პერიოდი ისე მოხდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ძალიან ხშირი გადაკვეთის, ასე ვთქვათ, წერტილი ჰქონდა, გარდა ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკური პროცესის ამ პერსონალურის პარალელურად იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საჯარო ამბავი, რომელიც პატრიარქთან კოორდინაციით, მასთან კონსულტაციით, მასთან რჩევით წყდებოდა იმ პერიოდში და საოცრად გახსნილი იყო და რაც მთავარია, მე არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან ყოველთვის ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა იყო ზღვრული, მაგრამ ეს ურთიერთობა არასოდეს არ კეტავდა კარებს ოპოზიციისთვის და მე სულ ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ ჩემთვის არასოდეს არ დაკეტილა კარები, ბუნებრივია და არც არასოდეს არ მიგრძნია, რომ ვიღაცისთვის უცხო უნდა ყოფილიყავი, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გაჩნდა და შეუძლებელია ობიექტურად რომ წარმოიდგინო ხშირად მისაუბრია პატრიარქთანაც ამის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვაცნობიერებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებად და ვიღაცა რატო წყვეტს, რომ იმის გამო რომ მე განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია მაქვს, თითქოს ამ ეკლესიის შვილი აღარა ვარ, არ შეიძლება ასეთი დაყოფა
ეკლესია არ შეიძლება ყოფდეს, ეკლესია უნდა აერთიანებდეს ყოველთვის და პატრიარქი გახდათ სწორედ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის აერთიანებდა და ხშირად არის ხოლმე რომ აი ვიღაც ელიტარული წარმომადგენლები ურთიერთობდნენ მასთან კი, ჰქონდათ მათ სურვილი და გვინახავს ბევრი ასეთი სხვადასხვა დროს ბუნებრივია პატრიარქთან გამოჩენა იყო ავტორიტეტი, გარკვეული ქულების დამწერი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ამავდროულად გვინახავს აი ახაც ვრცელდებოდა ძალიან ბევრი უშუალო შეხვედრები სრულიად უცნობ მაგალითად სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან, ქალბატონებთან, ბატონებთან, რომლებიც უდიდესი სიყვარულით ხვდებოდნენ პატრიარქს. მე არაერთხელ მინახავს ძეგვის ბავშვთა სახლი და თავშესაფარი მისი პატრონაჟის ქვეშ იყო და როგორ ხვდებოდა ის აი აქ გაზრდილ ბავშვებს, როგორ სათითაოდ ისმენდა ყურადღებით ყველაფერს, რაც ამ ბავშვების მომავალ ბედთან იყო დაკავშირებული და მისი ასე ვთქვათ მზრუნველობის ქვეშ დაიზარდნენ ეს ბავშვები, ხა დიდები არიან და მათ შვილებზე გადადის ასე ვთქვათ და შემდეგ თაობაზე ეს მზრუნველობა. ასე რომ პატრიარქი იყო მონუმენტური, მასშტაბური ფიგურა და ის იყო ძალიან ადამიანური ამავდროულად და მასშტაბურობა მის ამ ადამიანურობაშიც გამოიხატებოდა და იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ პატრიარქში ძალიან ძლიერად იგრძნობოდა სამშობლო და მისი ფესვები შეიძლება ითქვას, ვისაც ის უნახავს ხევში, მოხეურად რომ დაიწყებდა მოქცევას და ისე ელაპარაკებოდა თავის თანასოფლელებს, ნათესავებს, მოხევეებს, რომ შეუძლებელია რომ არ გეგრძნო აი ის საიდან იკვებებოდა მისი აი ეს პიროვნული მართლაც ძალიან დიდი სითბო და მომხიბვლელობა, რომელიც რაღაცნაირად გაწოდა ძალიან საქართველოს და არა მარტო მართლმადიდებელი მრევლის მისამართით იყო ეს ის უყვარდათ და მას უყვარდა ძალიან ბევრი სხვა კონფესიის. ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში ქალბატონო ფიქრია თქვენ ბრძანეთ რომ აი კრიტიკოსებსაც მათ შორის თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს აადევნებთ მათ პოზიციონირებას და ასე შემდეგ. აი კრიტიკის მიმღებლობა როგორი ქონდა პატრიარქს, თქვენ თქვით რომ მიუხედავად ამ დიდი პოლიტიკური დაპირისპირებისა ის მაინც ახერხებდა რომ დალაპარაკებოდა როგორც ერთს, ასევე მეორე მხარეს აი ამ მიმართულებით თუ გაგვიზიარებდით? კი, მე ვფიქრობ ყველაზე მეტად ქონდა მას ეს მიმღებლობა, იმიტომ რომ მე მინახავს ადამიანები მის გარშემო, რომლებიც და მესმის აბსოლუტურად მათ ძალიან უყვარდათ პატრიარქი და გააფთრებული, განრისხებულები იყვნენ მის მიმართ არსებულ კრიტიკასა და კრიტიკოსების მიმართ, მაგრამ მე არასოდეს მე პირადად ბევრჯერ მომისმენია მისგან, მაგალითად მის კრიტიკოს ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა პოლიტიკურ სპექტრში და მას ჩემთვის უთქვამს ხოლმე რომ შენ ძალიან მოჩხუბარი ხარ, სულ ჩხუბობ. არა, კი კარგად ჩხუბობ, მაგრამ ბევრს ჩხუბობ. უთქვამს და არა, ისე დაელაპარაკე ამ ადამიანებს რაღაცა, ხო, ყველანი ქართველები არიან და კონკრეტულ ადამიანებზე სულ ქონდა სურვილი, რომ ვინც აკრიტიკებდა მას, მას დალაპარაკებოდა, მასთან ურთიერთობა ქონოდა. მას ქონდა ეს ადამიანური მომხიბვლელობაც და კრიტიკოსსაც განაწყობდა ხოლმე ხო, აი ხშირად აკრიტიკებდნენ იგივე პატრიარქს იმის გამო, რომ ის რაღაც საკითხებთან დაკავშირებით არ იყო ბოლომდე მკაფიო, არ აფიქსირებდა მკაფიო პოზიციებს იგივე მოყოლებული 17 მაისთან დაკავშირებით და სხვა საკითხები, რაც ქუჩაში ხდებოდა, მათ შორის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს გულისხმობ აქ და განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ რუსეთთან ურთიერთობებს ამ ნაწილშიც რაღაცნაირად ხომ არ აკლდა თქვენი აზრით მკაფიობა, მეტი სიცხადე, ვიცით რომ მუდმივად ოკუპანტი ქვეყანა მას არ მოიხსენიებდა სრულ ტიტულად, მაგალითად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის გარეშე მისი გარდაცვალების შემდეგაც ესეც არ ახსენეს ოკუპანტ რუსეთში. აი ამ მიმართულებით მისი პოზიცია როგორი იყო? პატრიარქი ამ 49 საუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდიდან უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდს მოიცავს და მას მოყვებოდა ბუნებრივი სიფრთხილე, იმიტომ რომ არ იყო მარტივი საბჭოთა პერიოდში
საეკლესიო და რელიგიური საქმეების სწორად წარმართვა და ეს მის თვისებაში იყო ეკლესიის შიგნითაც ბევრი პრობლემა ჩნდებოდა, გარკვეული ჯგუფები ჩნდებოდნენ დაპირისპირებული და პატრიარქს თვითონ ეკლესიის შიგნითაც ამბობდნენ, რომ აი ძალიან ლოიალურია ის მთელი რიგი რაღაცა დაჯგუფებების მიმართ, მაგრამ ლოიალობა მას ახასიათებდა ზოგადად და ის ცდილობდა, რომ დაპირისპირებით ძალიან დიდი სიმკაცრით კი არ მოეგვარებინა პრობლემები, არამედ მოეგვარებინა სწორედ სიყვარულით, ლოიალურობით, დაუპირისპირებლობით და ის მართლაც ახერხებდა ეხა ისტორია ბევრ სიტყვის ალბათ ამის თაობაზე, მათ შორის ეკლესიის შიგნით რა პრობლემები იყო ხელისუფლებებიდან, რა პრობლემები იყო და ის როგორ ახერხებდა ყველანაირი, ასე ვთქვათ, ღია განცხადებების გარეშე. ეხა ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ პირიქით ეს სწორი იყო. რუსეთს რაც შეეხება და მის პოზიციას საქართველოს მაგალითად ევროპული ინტეგრაციის, ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მის შემიძლია სრული დარწმუნებით, ანუ ჩემი შთაბეჭდილება კი არა, ჩემი მასთან საუბრის და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ესეთი განცხადებები იპოვება თუ ჩავხედავთ, ასე ვთქვათ, ისტორიას, როდესაც ის აქტიური იყო და როდესაც მას ჯანმრთელობაც მოსდევდა, ის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა ამ მიმართულებით. ის შესაძლოა არ უპირისპირდებოდა რუსეთს ღიად, მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში, რომ საქართველო ამ ოჯახის ბუნებრივი წევრია, რომ ქრისტიანული ღირებულებები და ქრისტიანული ეთიკა, რომელზეც არის დაფუძნებული სწორედ აი ეს ევროპული კავშირი და ევროპული ურთიერთობები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის თაობაზე, ასე ვთქვათ, განყენებ მარტო პატრიარქთანაც. მათ შორის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ გაიხსენეთ წერილი. დიახ, ეს წერილი გუშინ გავიხსენე, ესეთი შემთხვევა იყო, რომ მე ყოველთვის მქონდა ეს მკაფიო პოზიცია და მე სულ ვამბობდი, რომ აი რუსეთი, რომელიც ძალიან მძიმედ იქცევა, მათ შორის აფხაზეთთან მიმართებაში, სწორედ საეკლესიო კუთხით თუ ნებისმიერი სხვა კუთხით და როდესაც აი ეს ეგრეთ წოდებული დათბობის, ასე ვთქვათ, თუ რაღაცნაირი პოლიტიკა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ბუნებრივია ხა გართულებული ურთიერთობა ადამიანებს არ უნდათ მეზობელ მძიმე ქვეყანასთან და ეს ნაკადი მაშინ პოლიტიკაში შემოსული შესაძლოა ბევრს გულს ეფონებოდა, რომ აი რაღაცა დაპირისპირებების გარეშე, ომების გარეშე საქართველოს იაროს თავის გზით და არ გაუჩნდეს რაღაც საფრთხეები, მაგრამ ნუ ჩვენ მე აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს თავის გზით სიარული შეწყვიტა და მხოლოდ აი ამ რაღაცა შიშების პრევენციაში თუ რა ვიცი, შიშების ქვეშ ცხოვრების სტილი და გზა ავირჩიეთ და მაშინ იყო სწორედ როცა პატრიარქი ჩავიდა, ჩაბრძანდა მოსკოვში და ქონდა მაღალი დონის შეხვედრები, ხო, პუტინი შეხვდა, პატრიარქი შეხვდა, ბევრი თბილი სიტყვა ითქვა მაშინ და ნუ საქართველოში რაღაცა მოლოდინი გაჩნდა და მე არ მსიამოვნებდა ცხადია ეს ამბავი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ვიღაცა ამას გამოიყენებდა იმისთვის, რომ აი საქართველოს ეკლესია მიდის რუსეთისკენ, რუსეთუმეები გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ აი ნახე რა კარგია ეს ურთიერთობები, რომ არის და ამის თაობაზე სულ უზიარებდი ჩემს პოზიციას და აი ის რასაც გუშინ ვყვებოდი, სულ სხვა თემაზე დამირეკეს და მითხრეს, რომ პატრიარქს უნდა შენი ნახვა. და იქ რომ მივედი, მითხრეს, რომ აი რაღაცა 17 მაისთან დაკავშირებული განცხადებების გამოუნდა, სადაც მე კრიტიკული განწყობა მქონდა, იმიტომ რომ მე არ მინდოდა დამენახა და ძალიან მძიმე დასანახი იყო ტაბურეტკით გამოკიდებული მღვდელი, ვინც არ უნდა იყოს მის მიმართ და
მეუბნებოდნენ რომ აი აუხსენი პატრიარქს, აი ესე უთხარი რაღაც და როდესაც მივედი პატრიარქთან და დავიწყეთ საუბარი, იმდენჯერ მითხრეს ეს რომ მართლა ჩავთვალე რომ ეთყობა ამის გამო ხდება და ვთქვი რომ ვიღაცები გამინაწყენებია მეთქი რაღაცამ და არ ამყვა ამ საუბარში რამდენჯერმე წამოვიწყე და მე თვითონ მითხრა რომ მე გისმინეო გუშინო ტელევიზიითო და ძალიან მომეწონა და ყველაფერში გეთანხმებიო რასაც ლაპარაკობდიო და მქონდა ეთერი სწორედ რუსეთთან დაკავშირებით პუტინის რუსეთთან დაკავშირებით რუსულ ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და შენი ინტერვიუს მე ესეთი აზრი გამიჩნდაო რომ წერილი ხო არ მივწერო პუტინსო და ჩემთვის ისეთი იმ წუთში მოულოდნელი, იმიტომ რომ სხვა ამბავზე ვიყავი მისული და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და უთხარი რომ რა თქმა უნდა და გავაკეთოთ და რაღაც და აი თქვით რომ აი ეს მომხაზეთ კიდეც აი რა თემები შეიძლება იყოს და გაუგზავნიო და ნუ მერეო ინფორმაცია გავავრცელოთო რომ გაიგზავნო. მე ვთხარი ღია წერილი გაუგზავნეთ, იმიტომ რომ ეს მე მეწოდინება მარტო რა არის შინაარსი ამ წერილის და პუტინი ამაზე არ იტყვის და თუ თქვენ არ თქვით ვის ეწოდინება და მე მართლაც გადაწყდა რომ ღია წერილი ყოფილიყო, თუმცა ნუ იქ იყო რომ მოდი ახალი ვიზიტი იყო უკვე მე შემდეგ პერიოდში და იქნება არ გვინდა გამწვავება ეხა ურთიერთობის, მაგრამ პატრიარქის სიმწვავე პატრიარქისგან ემსახურებოდა სწორედ იმას რომ პატრიარქის ვიზიტის შემდგომ ჩვეულებრივად გაგრძელდა მცოცავი ოკუპაცია საზღვრის ამ რეგიონის კონფლიქტის პირა რეგიონში ზოლის გადმოწევა მოქალაქეების გატაცება ცხადია და ეს ნიშნავდა სწორედ იმას, რომ აბსოლუტურად ტყუილი და ილუზია იყო ის, რომ საქართველოს პატრიარქს ისინი რამეს დაუთმობდნენ და მათ შორის მას ნამდვილად ჰქონდა იმედი, რომ შესაძლოა დიდი პოლიტიკური და ხშირად უთქვამს, რომ რუსეთი მძიმე ქვეყანაა ძალიან და ეს ამბობდა, რომ ერთადერთიო შეიძლებაო გამოხდესო ისე, რომ ჩვენი მეფეების ნეშტები გამოგვატანონ ასტრახანიდანო, იმიტომ რომ ეს დიდი ხანია მიდის ეს საუბარი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიდიოდა ეს საუბარი, მაგრამ არ მოხერხდა და ამაში დარწმუნებული იყო იმდენად, რომ ამ მეფეთა ნეშტებისთვის საძვალეები ჰქონდა უკვე გამზადებული, ეს საძვალეები თუ არ ვცდები ხა სამების ტაძარშია და მაშინ ჯერ კიდევ საპატრიარქოს შენობაში იყო და მაჩვენა ეს საძვალეები და მე უთხარი, რომ არ გამოგატანენ თქვენ უწმიდესობა რუსების ბუნებაში არ ჯდება ეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლოების მიმართ მათ ჰქონდეთ რამე ლოიალური დამოკიდებულება და მით უმეტეს არ მოუნდებათ რომ თქვენ განახორციელოთ ეს ნაბიჯი და გუშინავთ თქვი ეს სასაცილოდ განვითარდა რომ ის მეუბნებოდა რომ გამოგვატანენ და მე მგონი რომ ამათ მაინც ღირდა რაღაც ეს ჩასვლა და მე უცებ უთხარი რომ მოდი დავნიძლავდეთ მეთქი და ძალიან ეცინებოდა ამაზე რომ პატრიარქთან დანიძლავება როგორ შეიძლებაო და სამწუხაროდ აღმოჩნდა ხო ესე აღმოჩნდა რომ საძვალეები არსებობს გამზადებული პატრიარქის დიდი სურვილი იყო რომ ვახტანგ მეექვსე და თეიმურაზი დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მიწას დაბრუნებოდნენ სამშობლოს დაბრუნებოდა მათი ნეშტები, მაგრამ ეს რეალურად არ მოხდა, არ განხორციელდა. კი ბატონო. იცით არის აი სულ ფიქრობ რომ როდესაც მასშტაბური დიდი ადამიანი ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქი გავიდა ამ სოფლიდან რაღაცნაირად რჩება დიდი სიცარიელის შეგრძნება ბუნებრივია და ეს სიცარიელის შეგრძნება არის უდიდესი გამოწვევაც ამავდროულად ერისთვისაც და ბერისთვისაც რომ ის რაც გაკვალა პატრიარქმა რომ ეკლესიის სუვერენული სხეული დარჩეს სუვერენულ სხეულად ხელისუფლებებმა ვერ მოახერხონ ის რომ ის გამოიყენონ თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის და ეკლესიის სიძლიერე მოემსახუროს მოქალაქეების სულიერ ძლიერებას და ქვეყნის ასე ვთქვათ სიმტკიცესა და მის ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივ ძლიერებას